რამეზე გული წყდება? არა. აბა? ჯეჯერობით არა დადირავით. ირიქით წნება გერა? საქმეები კარგად მიდის? საქმეები კარგად არის? რა ვიცი. საქმე მეაფერს საქმეები არ მოგდა? არც ვერები. შენ რა საქმეებში გინდა ჩაერიო, აბა მითხარი? რაშულა ჩაერება ხო და იმენა ფერშენ ჩაერიო და შერე. აღდივა სახში. აბა რატო აგდიხარ მითხარი, აბა რამე ხო არ გაკლია? არა, სკია მაჭ. გერმანს ხდა მიulis ოჯახი და პატრონოს ოჯახი და შვილები ზაყალზარიან მახსოვს ტყბილად აგი პერიოდი როცა სტუმარი მომდოდა განსაკუთრებით დიდაჩი განათლების განყოფილების გამგე იყო ზოგჯერ კომისარი იყო ადიგეში შვილიში განათლების განყოფილების გამგე იყო და სკოლის დირექტორი იყო რა ვიცი ესეთი და სამოდიოდა წელიწადში ან ორ წელიწადში ერთხელ დიდაჩემი როცა მოვიდოდა 4 მამიდა მყავდა მათგან 3 გათხოვილი იყო და მას შვილები ყავდა დიდი შვილები ყავდა მე პატარა როცა მოვიდა მამიდა იგი მამიდები მისი ქრები ზოგჯერ შვილები და მეზობლები იყო მომღერლები სურგულაძეები, იობიშვილები ხო და აი მეზობლები პანტელი იობიშვილი ხო დასახურებული მასწავლებელი იყო და სულ ჩვენთან იყო როცა დიდაჩემი იყო და ამ დღეს ხომ ახლა სუფრა უნდოდა ქონდა შვაცეცი ამ შვაცეცი სახში ხო რამდენი ვიყავით მამიდა გაუთხოვარი ბიჭოლა ქვრივი დედაჩემი ბებიაჩემი ჩვენ ბავშვები ხო და ამ იმაზე უხნარში შვაცეცი იყო დაანთებდნენ დიდ ცეცხლს და სარები რომ ლობიოს რომ უსვენ ხო ვიცი გრძელი სარები იმას ასე გძლად დაანთებდნენ და ზევიდან იყო ჯაჭვი ჩამოკიდებული იმ ჯაჭვზე ეხლა იკეთებოდა ღომი ქვაბში კეთში დიდი ქვის კეთი იყო ადიგავდნენ ამ იმაზე შეხედე გარიწებოდა ეს სარები კაცო მე მიწებოდა უნდა დამწვარი იყო სარები მეც კაცო სარებით ანთებდნენ აუცილებლად არა ანდა გდელი შეშები იყო ჯაჭვი ღომი ხარშებოდა კეთში დიდი კეთში გადადგმული იყო რომ გაცხერებული იყო მე გადმოედგა და ჭადი დაეკრა და ხაჭაპური არა ხო და იმაზე შამფურზე დიდ შამფურზე გოჭი აუცილებლად მამაჩემი ისაუბრა გოჭი თუ არ ყავდა სახში წამოასწრე შამფურზე და ატრიალებს და გოჭი ხომ იყო იმ გოჭის თავში იყო ქაცმელი რა იყო იცი როგორ მახსოვს ქაცმები იყო იმაზე და ერთი იჯდა და ნაყრჩები ხო დასჩიოდა რა და კაი ცეცხლი იყო და იმას ატრიალებდა ხანდახან ცხიმს წაუსვავდნენ თუ რაღაცას შეწავდნენ რაღაცას უსვავდა პიპილას მარილს ერთ და მე წაუსვავდნენ იმ გორჩი ახალთასი აკეთებენ ხო და შეიწებოდა აი ხაჭაპურები კეთის ხაჭაპურები და მაღლა ოდაში დიდი ბუხარი როცა სტუმარი არ იყო ჩვენი გაწევდიოდით იმიტომ რა საქმე ჰქონდა ხო და აწყობდნენ სუფრას
ამ დიდ ბუხართან ჩეწეღუნებდა და აი მართლა სისხლის ნათესავების მაგრამ იქნება და გიხარია მოსვლა. იყვარს. გაწყოდეს სუფრას და ჩვენ არ შეგვიშვენდეს შის. ჩვენ გვაჭმევდნენ კარგად, მაგრამ მე მომღერლები ხომ იყო. სიმღერას რო დაიწყებდე. მაშინ კი აღარ გვაჩერებდნენ. ხოდა ახტები იდება. შევიდეთ ახას. ოთარი მაშინ ოთარი რომ იყო მე ჩვენ დიდები ვიყავით და მიგის მე სხვანაირი იყო, მაგრამ მაშინ დავიდებოდით იმაზე და ხია. ტაღზე და უყურებდით ახლა ამ სიმღერას და ვაძედით იმას დაყვეთებს. ისაკობიძია ახლა ინდიმინდი იმღერე, ახლა ის იმღერე ნუ ჩამოთვლიდით. იმღერებდნენ მართლა გეგონებოდათ კი არა იყვნენ, აი მომღერლები იყვნენ. სხვათა ზოგიერთები ამ მომღერლებიდან იმას აზორის წიგნში აქვს შეტანილი. ასე იყო გამთავრდებოდა და ახლა ერთხელ რა მოხდა. არიან შვარცე იმაზე დათვრენ უკვე. ისა ხან თიკარმა წინა ქუჩის გადამოთ ხილები იყო და იქ ვიდა. ვიდაჩი ბავშვი ეს ხა უნდა მოვიდეს ახალ. აზრონ იგზის. გაიპარა ეს კაცი და გამოუშვია ისერი ამ თხისთვის და ჩამოიტანა ზარაში. მე ახლა იგი აღარ მახსოვს ვინ მოხარშეს, რა ქნეს, მეორე დღეს გადიტანეს თუ რა არ ვიცი და მეორე დღეს ცოლი ეძებს ავთხარ. ერთხელ მაგდაჩება გადავარდა დედაჩება და ასე იყო გრიგოლამა ასექნა წუხელისა და რა ქვია და დაკლული სისხლიანი ხაი შემოიყვანა ოთახში სამეიტანა რა მე იგი აღარ ვიცი ახლა გადაუხადეს რა ქნეს აღარ ვიცი ოღონდ ეს იცი რომ მაგი მახსოვს ეს ყველაზე გემრიელად მახსოვს ეს პერიოდი აიო არ გადამორიოს ამან თუ არ ჩაიწერა ავერტი მოზემს და ხარუგურა ირინე ამის თუ არ ვიყავით ჩემი დედმამიშვილები ჩემი კი არა მამა ჩემი დედმამიშვილები იყვნენ 9 და მეორე დაიკარგა ერთი პირველი ძმა პირველ მსოფლიო ომის დროს დაიღუპა თურქეთში შავი ჭირი გაუსწრაფ რაღაცა და იქ დამარხა და მე ბაბუა ჩემი წავიდა თურმე მაგრამ აღარ გამოატანეს ისი ხომ გადამდები იყო იქ და იქ დაიღუპა და უმცროსი დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში დანარჩენები გოგოები გათხოვილი იყო ერთის გარდა ხმლები ყავდნენ და კიდევ აბიძიაზე მოგიყვები ბიძია ვერ ჩამოდიოდა მაგრამ მისი ცოლშვილი დაპურში ჩამოდიოდა ჩვენ და იმას ახლა გიჩვენეთ ისი დედაში რომ ამ ბავშვების მიეხედა და რაღაცა და დედაჩემი ჩაიში იყო და არის გაგანია ჩაისკრე ხოდა აგის გამოტანილი აქვს ან ჰამაკები ან კილოფები და დიდი მინდორი ხომ დიდი მინდორი რო გვაქვს ვანეთი იყო და მაგით დააგებდნენ ამ კილოფებს გამაგდა და იყო ახლა ბევრი სული მის მამიდაშვილების მოდიოდნენ იგი მოდიოდნენ არ შეიძლებოდა ცოტა აჭამე და ცოდო არ შეიძლებოდა ტყულა გაჩერება უნდა მოგეკრიფა ჩაი ხოდა ამ სიცხეში ისვენებდა ახლა სახელა გვარია თუ არა საბჭოს თავმჯდომარე მთავარი აგრონომი მოტოციკლეტი ხმაურიანი მოტოციკლეტი რომ ხომ იცი
იმით მოდიოდნენ ქუჩაში. მიდიოდნენ და ათვალირებდნენ ვინაა სახლში, ვინაა ჩაში, როგორ კრებს, ხარისხიანია თუ არა ეს ჩაი და აი ჩვენები ხომ ერთი 20 წუთი იქნება ალბათ. აგინი როგორც გაიგონებდნენ ამის სხვას ხო ვიცი? პირდაპირ შევარდებოდნენ სარდაფში, პაჯვარში. დაიმალებოდნენ და გეიარდა იგი გამოვიდოდა ის არის და ერთხელ მომაგრებული იყო რაიკომიდან. იკაცი გვარი მახსოვს, მაგრამ შენ არ გეტყვი და ეს არის გამგეობა არის თემში კოლმეურნეობის და გამოაცხადა, რომ ექვთიმე ქობულაძის ოჯახიო დარჩა გახსნილიო. ხო და ჩაიში არ ეხმარებია რომ რაღაცა ამდენი აღარ მახსოვს და გააბრა და ბიჭებო ჩემი იყო მასწავლებელი თბილისში. ჩამოსულები ხომ იყო ბიძიას წორშვილი. და მეორე დღეს რომ მოდის და დაახტა ქუჩაში. მიესალმა რასაკვირი და კულტურის ქალი იყო ძალიან. ჩვენო ექვთიმეს ძალი ვარ რომ მეო ჩამოსულები ვართო. მაგრამ იცი ჩვენ რა ცეცხლში მუშაობთ იქანეო. მოსწავლეებთან გვაქვს საქმეო და შვებულება გვაქვს და ჩამოვდივართ სოფელშიო. ეს რა გასატანია იმაზეო გამგეობაზეო. ძალიან გთხოვთო რომ მიიღეთ ხედულობაში ჩვენ ცხელი სამხროდან გამოვდივართ და მოვდივართ დასასრულ. ჩვენ თუ დღეების ჩვენებთო ანიჩკაო დედაჩემი ამბობს ჩაის კრებსო ჩვენ საღამოს მივდივართ და იმას ვეხმარებით რომ ჩაი მოიკრიფოს და ჩაი არ გაფუძნესო და მივიდოთ მაგას რატო ვაბრაზდებოდ რა ვიცი ახლა აი მახსოვს ძირითადად და გევიდა რამდენიმე ხანი კაი ახლა საჭიროა მერე? არაფერი. მერე და არა, მე ამას ამოვჭრი, მერე? ვადა. იო. გევიდა რამდენიმე ხანი და გამოაცხადა ისე. ექვთიმეს და სტუმრებია ჩამოსულიო და ეხმარებო ოჯახსო. და აქანო ზოგიერთიო ზარმათოვზე და აქაური ცხოვრებლები არ გადიანო, კოლმეურნეებიო არ გადიან სამუშაოზე. ასე იყო ეს ზაფხული. მამა მოგეწონა? რაც მოგიყვა? მამი, მოგეწონა რაც მოგიყვა? მოგეწონა რაც მოგიყვა დედა? დედა რომ ყოფოდა მოგეწონაო? აი, ხო, მე რომ ყვებოდი რაღაცა. ამა მგონია ჩაუწერა ჩვენ ტელევიზიაში. გონი ჩაუწერა რა ქვია? მობილურში. მობილურში. კაია ხო? ენა ცოლოს